სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს მე. ყველას გილოცავთ ევანგელიის დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრეთ თქვენ და სულია საქართველო. ამინ. ევანგელიის დღეს თანო და ძმანო საკითხული იქნა სახარება ასისთავის მონის გამგებლების შესახებ და მე ძალიან მიყვარს ერთი ეპიზოდი აი ამ სახარებისა. როდესაც ეს ასისთავი ეუბნება იესო ქრისტეს, რომ მეც კაცი ვარ ხელმწიფების ქვეშ, ვეტყვი ჩემს მონას რომ წავიდეს მიდის, ვეტყვი რომ მოვიდეს მოდის, ვეტყვი რომ ეს გააკეთოს გააკეთოს. აი ესეთ რამეს პასუხს იძლევა ასისთავი იესო ქრისტესადმი, როდესაც ის ეუბნება რომ მე წამოვალ და გამკურნავ შენს მონას, ანუ შენთან მოვალ სახლში. საოცარი მომენტი გახლავთ ეს და მე მინდა რომ დღეს ჩვენ ვილაპარაკოთ აი ამ რწმენაზე, რომელიც რწმენასაც ასისთავი გამოავლენს, რის გამოც მაცხოვარი იქნის რომ ისრაელშიც კი არ მინახავს მე ესეთი სარწმუნოება. რას ნიშნავს ეს სიტყვები და რომელ რწმენაზეა ლაპარაკი, მოდით დღეს შევეცადოთ ამაზე ვილაპარაკოთ ერთად და ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ ამაზე ერთად. პირველ რიგში უნდა გითხრათ რომ კაფერნაუმი, რომელიც ძალიან დიდი ქალაქი იყო, სავაჭრო ქალაქი იყო და უამრავი ადამიანი მეუნდა იქ, ეს ასისთავი არ იყო ებრაელი ადამიანი. ამ ასისთავმა იცოდა უბრალოდ ებრაული სარწმუნოების შესახებ და ჩვენ სხვა სახარებაში იგივეს რომ მოგვითხრობენ მოციქულები, მაგალითად ლუკა მახარებელი და მარკოს მახარებელი, იქ პირდაპირ ნათქვამია რომ ამ ასისთავმა გამოაგზავნა ებრაელი უწესები, რომლებიც იესოს ეუბნებიან რომ მანოს შესაკრებელიც კი აკაშენაო. ანუ ჩვენ სარწმუნოებას იმდენ ისეთ პატივს წევს, რომ შესაკრებელი იყო ადგილი, სადაც ისინი შაბათობით იკრიბებოდნენ და წმინდა წერილს კითხულობდნენ, იმიტომ რომ მათ ტაძარი მხოლოდ და მხოლოდ იერუსალიმში ჰქონდა. ეს ისტორია უნდა გახსოვდეთ თქვენ კარგად, რომ ტაძარი მხოლოდ და მხოლოდ იერუსალიმშია. ბავშვები გაიყვანეთ ხოლმე ესეთი დროს და ძალიან და იერუსალიმში ყოველ შაბათს სიარული შეუძლებელია, მით უმეტეს მაშინ დღევანდელ დღესაც კი ძნელია ეხლა რომ ყოველ შაბათს რაღაცას გაიარო, რაღაცა გარკვეული კილომეტრები, ყველა ცდილობს რომ სახლთან ახლოს იყოს მისთვის ტაძარი, სადაც ის თქვათ მსახურებას დაესწრება და შესაკრებლები კეთდებოდა, ანუ ყველა ძირითად ქალაქში იყო შესაკრებელი, სადაც საზოგადოება იკრიბებოდა და წმინდა წერილს კითხულობდნენ და განიხილავდნენ. სწორედ ესეთი შესაკრებელი ამ ასისთავის აშენებული იყო, რაც იმას ნიშნავს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შესაკრებელში თვითონაც დადიოდა და იმ საწინასწარმეტყველო წიგნების განმარტებას ისმენდა, რომლებსაც ებრაელებიც ისმენდნენ. და ებრაელების იყო საერთოდ ეს რწმენა, ხომ ერთადერთი მართალი სარწმუნოება მათ ჰქონდათ და მათ უნდა სწორდათ ყველაზე კარგად ეს ყველაფერი. თუმცა კი მაცხოვარი ამბობს, რომ ასეთი რწმენა ამ კაცს რომ აქვს, მე არ მინახავს ისრაელშიც კი. აი რა რწმენა არის ამისთან? გახდება მისი მონა ალბათ. სხვა სახარებაში წერია რომ ეს გააგზავნის უხუცესებს, აქ წერია რომ თვითონ მივა, ეს არ გიგონოთ შეცდომა იყოს, იმიტომ რომ ნამდვილად ასე მოხდა. როდესაც მან პირველ რიგში გააგზავნა უხუცესები იესო ქრისტეს მოსაყვანად, იესო ქრისტე ამ უხუცესებს წამოყვა და მან გაიგო, შეიტყო ეს ამბავი რომ იესო ქრისტე მისკენ მიემართება. ამიტომ თვითონაც წავიდა ეხლა და გზაში შეხვდა, როდესაც ის მასთან მოდიოდა. ამიტომ რომ არ დაგაბნიოთ სხვადასხვა სახარებაში წაკითხულმა სახარ, მათე პირდაპირ ამბობს, რომ თვითონ მივიდა. ანუ ის მომენტები გამოტოვა რა უხუცესები გააგზავნა. სხვა მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ ჯერ უხუცესები გააგზავნა და თვითონ შეეგება, მერე და ეუბნება, რომ მე არ ვარ ამის ღირსი, რომ თქვენ ჩემს სახლში შემოხვიდეთ. და ეუბნება ამ სიტყვებს, რომელზეც მოგახსენეთ თავი და რითიც დავიწყო ლაპარაკი, რომ ძალიან მიყვარს ეს სიტყვები. ნახეთ საოცარ რამეს ეუბნება, რომ მეცო კაცი ვარ ხელმწიფების ქვეშ. ვეტყვი ჩემს მონას წავიდეს მიდის, ვეტყვი მოვიდეს მოდის, ვეტყვი გააკეთე გააკეთოს. ამიტომ შენ შეგიძლია თქვა და განიკურნება ჩემი მონა. და რა არის ისიც საინტერესო, რას აღიარებს ეს ადამიანი, რაც არც ერთ ებრაელს კი არა, თვით მოციქულებსაც ჯერ არ უღიარებიათ და არა აქვს წარმოდგენა ამის შესახებ. შედარება ესეთია, ჩემს მონას ვეტყვი წადი და მიდის, ჩემს მონას ვეტყვი მოდი და მოდის, ვის უნდა უთხრას იესო ქრისტემ რომ წავიდეს? ვინ უნდა დატოვოს? ეს კაცი ხო ხდება, სიკვდილს უნდა უთხრას რომ წავიდეს ამ მონისაგან.
ხვდებით, სანამდეა მისი გონებრივი სიმაღლე, სარწმუნოებრივი სიმაღლე სანამდეა მისული, რომ ეს კაცი იესო ქრისტეს თulis იმ პიროვნებად, ჯერ ნუ ვიტყვით რომ ღმერთად თulis. აღსებიმჟელო, იმ პიროვნებად თulis, რომელსაც გააჩნია ძალაუფლება, რომ უთხრას სიკვდილს რომ წადი და სიკვდილი წავა. უთხრას რომ მოდი და სიკვდილიც მოვა. რაღაცა გააკეთე და გააკეთებს. ვის შეუძლია ეს? მხოლოდ ღმერთს, მეც არ არის. თავისთავად ეს აღიარება ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი იესო ქრისტეს მიიჩნევს სიკვდილის მბრძანებლადაც კი. ანუ ღმერთად მიიჩნევს მას, როდესაც ამას ეუბნება, რომ მეც ისეთი კაცი ვარო ხელმწიფების ქვეშ, შენაირზე კი არ ეუბნება. ისეთი კაცი ვარო, აი ჩემს თვალწინ რაც ხდებაო ეხლა, მონას მოუბრძანებ, რომ რაღაცა უნდა გააკეთო, აკეთებს ამას ეს გონა. და შენც იგივენაირად შეგიძლია ისე. ხოლო თქვა სიტყვით და განიკურნება ჩემი მონა. აი ეს გახლავთ ის საკვირველი სარწმუნოება, რომელიც სარწმუნოებითაც განსხვავებულია თვითონ მაცხოვარი და ამბობს, რომ ისრაელთა შორის, ანუ ამ ებრაულ საზოგადოებაში მე არ მინახავს მსგავსი სარწმუნოება. არავის არ გამოუვლენია ჯერ ესეთი სარწმუნოება, რაც ამ ადამიანს გამოავლინა და თქვა. მაგრამ რა არის მაინც რწმენა ადამიანის? უნდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში და ამ საზოგადოებაში ათეისტური მოძრაობა საერთოდ არ არსებობს. სიტყვა ათეიზმი არ იცის ამ ეპოქამ, იმიტომ რომ ეს შუა საუკუნეების უკვე მოვლენა გახლავთ, როდესაც ათეიზმის მხადაგებლები გამოჩნდნენ და რატომღაც მხადაგებლები გულისხმობ იმას, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომელსაც მოუნდათ რომ დაემტკიცებინათ, რომ არ არსებობს ღმერთი. მე გეტყვით, რომ ეს სრული აბსურდია, ამ მტკიცოს, რომ არ არსებობს ღმერთი, ისევე როგორც ამ ათეისტს დაუჯდა და უმტკიცო, რომ არსებობს ღმერთი. ჩვენი მხრიდანაც კი არ არის ეს რაღაცა მართალი გითხრათ ორწმუნე ადამიანის მხრიდან, როგორ გითხრათ, გონივრული საქციელი არ არის. იმიტომ რომ ღმერთის არსებობის მტკიცებულებები, როგორც რომელთა ეპისტოლეში ბრძანებს პავლე მოციქული, გახლავთ მთელი სამყარო. და თუ კი ამ სამყაროს ვერ ხედავს ადამიანი, ვერაფრით ვერ დაანახებ იმას, რაც უხილავია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შენი ქრისტიანული სარწმუნოება ყველგან უნდა დაამტკიცოს სიტყვით და უპირველეს ყოვლისა საქმით, მაგრამ ეს პოლემიკა მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში არაგონევრულია ათეისტებთან. მაგრამ რატომ მოვხები ეს ამბავი? ამ დროს ათეიზმი საერთოდ არ არსებობს. ებრაელებიც მორწმუნეები არიან და ეს რომაელებიც მორწმუნეები არიან. მაგრამ რატომ ვერ ნახა ებრაელებში ესეთი რწმენა, როგორიც ნახა აი ამ წარმართ ადამიანში? რა არის სინამდვილეში რწმენა? რწმენა იმისა, რომ არსებობს ღმერთი, ეს არ არის ჩვენი სარწმუნოება. სარწმუნოება სხვა რამ არის. სარწმუნოება გახლავთ ის, როდესაც შენ გჯერა ღმერთს. თორემ ღმერთი რომ არსებობს, ამისი აღიარება, ეს ეშმაკსაც შეუძლია, იმიტომ რომ მან ნამდვილად დარწმუნებით იცის, რომ ღმერთი არსებობს და ამაში მას ეჭვი არ ეპარება. ასევე ადამიანს შეიძლება ეჭვი არ ეპარებოდეს, რომ არსებობს ღმერთი, მაგრამ რამდენად სარწმუნო არის ეს ადამიანი ღმერთისთვის? რომელ ადამიანს აქვს ესეთი მინდობა? ჩვენი, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ხშირად ქმნით ჩვენს ქრისტეს. აი რაღაცა ჩვენს გონებაში მეორე მცნება გახსოვთ, რომ არ აქვს თავისა შენისა კერპი. რატო იწყება მეორე მცნება? ასე რომ არ უნდა ქნა თავისა შენისა კერპი. შენი თავის გაკერპებაზე კი არ არის აქ ლაპარაკი. შენს წარმოდგენაში როგორიც არის ღმერთი და ამას რომ სცემ თაყვანს, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. იმიტომ რომ შენ როგორი ქრისტე შექმნით, ის კი არ არის ქრისტე. სახელი რომ დაარქვე ვიღაცას და ქრისტე ეს არის როგორი? არა, ქრისტე არის ის, რომელიც შეგელა ლაპარაკება სახარების მიხედვით. რატომ გითხარით ამ არქვაში და კიდევ რა გიმეორებ? მესამე კვირაა გიმეორებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას აკეთებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ დააკეთეთ. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე თავი წაიკითხეთ მეთქი მათეს სახარებას. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ქრისტეს პირველი ქადაგება, როდესაც მან თავისი მოღვაწეობა დაიწყო. და ამ ქადაგებაში, რასაც გელაპარაკება, ეს არის სწორედ ქრისტეს სწავლება. და რწმენა არის ამ ქადაგების დაჯერება და არა დაჯერება იმისა, რომ ღმერთი არსებობს. კიდევ ერთხელ დაგებულებ, ღმერთი რომ არსებობს, ეს ეშმაკსაც წამს. ამიტომ ერთია რწმენა, მეორეა მინდობა ღმერთზე და მინდობა რისი? როდესაც ის ამბობს, რომ ნეტარებდნენ გლახაკნის სულითა, შენ ამისი გჯერა და გწამს, რომ მართლაც ასეა.
როდესაც ამბობს, რომ განამარტო მრუშობა და მკვლელობა არ შეიძლება, არამედ გულით თქმითაც კი არ შეიძლება, რომ ადამიანმა ჩაიდინოს ეს საქციელი ცუდია, ამისი რომ ჯერა და გწამს. რაც ჯერ არ მომხდარა იმაზე რომ გელაპარაკება, მაგალითად რომ მეორედ მოსვლა იქნება, რაც ძაფრ რეაქციას იწვევს ხოლმე საზოგადოებაში. გახსოვთ უწმინდესი გამოვიდა და თქვა, რომ მეორედ მოსვლა იქნება მალე და ისეთი ამბავი ატყდა, გეგონება ეს სახარებაში არ ეწეროს და პატრიარქმა მოიფიქრა თავისით. სახარებაში წერია ეს ადამიანები. მოციქულები ყოველ წუთში ამას იმეორებენ, რომ ჟამი ახლოს არის, მალე მოვა ქრისტე. ახალი აღთქმა როგორ მთავრდება საერთოდ ის ახალი აღთქმის ბოლო წიგნი გადაშალეთ ბოლო ფურცელზე და ნახავთ რაზე ჰე ქრისტე ღმერთო მალე მოდიო პირდაპირ ეს მოციქული იოანეს წიგნი გაყვავდეს. ამიტომაც ჩვენი ეს რეაქციები სარწმუნოებასთან დაკავშირებით მაშინვე გამოიცნო, აი შეიძლება ითქვას რომ მეტრია საზომია შენთვის შენი სარწმუნოება, როგორც კი მეორედ მოსვლაზე ჩამოვარდება ლაპარაკი. უფრო მეტსაც გეტყვით, მამაო ჩვენოს ხომ მხოლოდ ვეკითხულობ. იქ არის ასეთი სიტყვები, რომ იყავ ნება შენი, მითარცა ცათა შინა ვერცა ქვეყანასაზე. ამას, როდესაც გაუაზრებლად ვკითხულობ, ასე ლექსივით ჩააბულდულებ ყოველ დილით საღამოს, მაგრამ მე მინახავს ადამიანები, რომლებსაც განსაცდელი ჰქონდათ და ამ სიტყვებს ვერ ამბობდნენ. იცით რატომ ვერ ამბობდნენ? იმიტომ რომ იმის ნება კი არ უნდოდა, თავისი ნება უნდოდა რომ შესრულებულიყო. ჩვენ ხშირად ღმერთს ასე ველაპარაკებთ, რომ ღმერთო მე ეს მინდა, მაგრამ კარგი არის თუ არა შენთვის ამაზე არ გიფიქრია. შეიძლება გიფიქრია და გგონია, მაგრამ არ ეკითხები ღმერთს სინამდვილეში არის თუ არა ეს კარგი. ამიტომაც იყავ ნება შენი გამოხატავს აბსოლუტურ მორწმუნეობას მინდა გითხრათ. თუ ვინმე ადამიანს აინტერესებს როგორი მორწმუნეა, სწორედ ამ სიტყვებით უნდა შეამოწმოს მან თავისი თავი, რომ იყავ ნება შენის რა კონტექსტში ამბობს, რომ რაღაცა უბრალოდ ტექსტია დაწერილი შავი ასოებით თეთრ ფურცელზე და უნდა წავიკითხო მოძღვარმა და ამავალა, თუ ამას იაზრებ, რომ უბრალოდ თანახმავა ნებისმიერ ესე იგი სიტუაციაში, რომელშიც მე აღმოჩნდები, რომ შენი ნება იყოს და არა ის, როგორც მე მომინდება, რომ ვიცნობრო, რომ ეხლა ამ ადამიანთან ესეთი პოზიცია უნდა დავიკავო, იქ ესე უნდა გამოვიქცე, ესე უნდა გავაკეთო. ამიტომაც იყავ ნება შენი ნიშნავს არა იმას, როგორც მე მინდა, არამედ როგორც უფალ სულს, როგორც უფლის წმინდა ნება, როგორ შეიძლება შენს თავს აყენებდე უფლის გონიერებაზე უფრო მაღლა. როდესაც შენ არ გინდა ამ სიტყვების შეგნებულად წარმოთქმა, უფლის გონიერებაზე მაღლა აყენებ თავს და ფიქრობ, რომ შენ უკეთესად იცი, რომ რასაც ახლა ითხოვ, ეს ასე უნდა შესრულდეს, სხვანაირად არ გაწყობს. ამიტომაც გიჭირს ამ სიტყვების წარმოთქმა, თუ კი იაზრებ ამ სიტყვებს. და თუ კი არ იაზრებ, მაშინ რა თქმა უნდა ყველაფრის საკითხვა ადვილია ესე, ხოლო ტექსტის საკითხვა უშინაარსოთ, რა თქმა უნდა ყველაფრისა ადვილია. ამიტომაც იფიქრეთ ამაზე დანუდაზმანო, რომ რა სიმაღლეს მიაღწია აი ამ რომელმა წარმართმა ადამიანმა, რომელმაც წმინდა წერილი სულ ეხლახან გაიცნო, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ის აქ კი არ დაბადებულა, რომიდან გამოიგზავნა როგორც ასეთი დიდი ჯარის ნაწილი იდგა, კაპერნაუმი როგორც დიდი სავაჭრო ქალაქი, ჯარის რაღაცა გარკვეული ნაწილი იდგა და როგორც მისი მეთაური მივლინებით არის ჩამოსული, შეიძლება ესე ითქვას, აი როგორც მე მივლინებით ვიყავი გარკვეული პერიოდი რაღაც სხვა ქვეყანაში. სწორედ ესე მივლინებით არის ჩასული და იქ ცხოვრობს და იქ მოისმინა ამ სარწმუნოების შესახებ. სხვათა შორის წარმართებს ჰქონდათ ესეთი წესი, რომ სადაც ჩადიოდნენ, იქაური ღმერთიც უნდა ეღიარებინათ, მათ ხო მრავალღმერთიანობა ჰქონდათ. ამიტომ იქაური ღმერთიც უნდა ეღიარებინათ და ამის მიზეზი ცით რა იყო, რომ დაპყრობილი რო ყავდა ქვეყანა, ფიქრობდა, რომ თვითონ ამ ხალხმა თავისი ღმერთი განარისხა და თვითონ რო შევიდა ეს ღმერთი წყალობს და ამ ღმერთთან კარგი ურთიერთობა უნდა დაემყარებინათ და მსხვერპლი უნდა შეეწირათ და იყო ამისი მცდელობა, რომ ებრაულ სიწმინდეებში მსხვერპლი შეეწირათ და ებრაელები ამას წინააღმდნენ და მთელი რევოლუციები მოყვა ამას მაკაბელთა წიგნებში ეს მოთხრობილია. რატომ აკეთებდნენ ამას? ისინი ალალად მოდიოდნენ, რომ მსხვერპლი უნდა შეეწირათ. ეს ღმერთიც არსებობს, მაგრამ ის ღმერთიც არსებობს, რომში რო დატოვა კიდევ უამრავი ქანდაკება, იქა ღვინის და სიყვარულის და ასე შემდგომ და სხვადასხვა ღმერთები, ყველაფერს თავისი ღმერთი ჰყავდა. ეს დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ ამ ადამიანის გონება ამაღლდა სწორედ ამაზე, რომ ის ღმერთები, რომლებსაც ის რომში იცნობდა, ხელით ნაკეთი რაღაცათვის ქანდაკებები აკოჩდა მისთვის და მიხვდა, რომ იპოვა
ადამიანი ამ შემთხვევაში ღმერთკაცი, რომელსაც ძალაუფლება აქვს სიკვდილზე. ისეთ რამეზე, რომელზეც ჯერ სოფლიოს ისტორიაში, კაცობრიობის ისტორიაში არავის არ ქონია, რომ სიკვდილზე ეთქვას, რომ წადი სიკვდილო და სიკვდილი წასულიყოს. აი ამას მიხვდა ეს ასისთავი და მიხვდა იმ წმინდა წერილის მოსმენით, იმ შესაკრებელში ჯდომით, იმ შესაკრებელში განმარტების მოსმენით, რომელსაც სხვებიც ბევრნი ისმენდნენ, მაგრამ მხოლოდ ეს ადამიანი მიხვდა. ამიტომაც იფიქრეთ ამაზე, ჩემო ძვირფასებო. ხანდახან აქ დგომა და აღიარება იმისა, რომ მე ღმერთი წამს, საერთოდ არ არის საკმარისი. ამან სჭირდება, კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, სარწმუნოებას, ჩვენს რწმენას, სჭირდება გამხარება იმით, რომ აბსოლუტური მინდობა უნდა იყოს ღმერთზე, რომ შეგეძლოს სამამა წარმოთქვა სიტყვები, იყავ მოფალო ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, ამინ. გალოცველი და გახარებული გამყოფილი. მე შეგახსენებ, რომ ამ კვირაში